გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჟურნალისტებს არ უშვებენ. მიზეზი ბაგა-ბაღების ადმინისტრაციის ბრძანება, რომელსაც ყველა საბავშვო ბაღის თანამშრომელი და დირექტორი ემორჩილება. დიას გადამღები ჯგუფი 2 დღეა უშედეგო ცდილობს გაარკვიოს, იცავენ თუ არა საბავშვო ბაღები სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს და გადაიღოს თუ როგორ პირობებში მზადდება საკვები, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები მიირთმევენ. სოფლების ბაღებისაგან განსხვავებით ჟურნალისტებზე რეგულაციები არ ვრცელდება მერის დაქვემდებარებაში მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც ირწმუნებიან, რომ ჰიგიენურ სანიტარულ ყველა ნორმას იცავენ. ნახეთ ნიკა გაბლიშვილის და ლევან ბეჟანიშვილის სიუჟეტი. და დაუძახეთ დირექტორს, ხო შეიძლება? ხიდისთავის საბავშვო ბაღის მსგავსად დღეს სამზარეულოს კარი ყველა იმ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაგვიხურეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბალანსია. საბავშვო ბაღების თანამშრომლები ნებართვის აღებას დირექტორებისაგან, დირექტორები კი IP-ის PR სამსახურის თანამშრომლებისაგან გთხოვდნენ. ბაგა-ბაღების გაერთიანებაში კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამზარეულოს გადაღების ნებართვა 2 დღიანი მცდელობის მიუხედავად ჩვენ მაინც ვერ მოვიპოვეთ. დასაგება მაგრამ სულ 2 წამი გვიდოთ და დაუკავშირდით პრესსამსახურს, ძალიან გთხოვთ რა. სისტემატურად ხდება შემოწმება, შემოდის სურსათის უმრავლობის ბრიგადა, რომელიც ამოწმებს ძირფესვიანად. გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ბაგა-ბაღებისაგან განსხვავებით სამზარეულოების გადაღების პრობლემა არ შეგვქმნია ქალაქის ბაღებში. მე-19 საბავშვო ბაღის დირექტორმა რუსუდან გუგულიშვილმა დეტალურად დაგვათვალიერებინა ის ადგილები, სადაც 265 აღსაზრდელისთვის საკვები ყოველდღიურად მზადდება. გუგულიშვილის თქმით, დაწესებულებაში სანიტარულ ჰიგიენური ნორმები დაცულია და ყველა საჭირო პროდუქტს მისთვის შესაბამის პირობებში ინახავენ. ირეცხება ჭურჭელი ჯგუფები, ჩვენ ჯგუფებს არ აქვს ცალკე სამრეცხაოები, შენობა აშენებულია საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის მიერ. ალბათ ეს იყო დასავლეთის დასავლური პროექტი. არ არის ჩვენ იმას და ჩვენ მოვირგეთ და სხვა გზა არ გვაქვს. აქ ირეცხება 8 ჯგუფის ჭურჭელი. მზარეულს აქვს ცალკე ჩანი, დიდი ქვაბების გასარეცხად, ცალკე ბოსტნეულისთვის გასარეცხად. ხორცის პროდუქტებს რაც შეეხება მოდის იმ დილით, რომელ დილითაც ჩვენ ვაძლევთ ხორცის სადილს, ასევე რძე, ხაჭო, არაჟანი, რძის პროდუქტები რაც მალქუჭადია, მოდის იმ დილით ან წინა დღეს. ვადები მაქსიმალურად დაცულია. გორის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბერიანიძე ამბობს, რომ ქალაქში არსებული მუნიციპალური საბავშვო ბაღებში სანიტარული ნორმები ყველა მიმართულებით დაცულია. ბერიანიძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით დარღვევები არ ქონიათ, რადგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება. რაც შეეხება უშუალოდ კვებას და იგივე საკვების უვნებლობას, აღნიშნული საკითხი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. უნდა აღნიშნოთ, თავად შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მუდმივ მონიტორინგს, იგივე სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელიც პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს საღვთელო დაწესებულებებში, იძლევა რეკომენდაციებს გონივრულ ვადას, თუ არსებობს შენიშვნები და ხდება აი ამ გონივრულ ვადაში მაქსიმუმ 3 თვე აი ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და გამოსწორება და ყოველ წელს იდება ამასთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა შეფასება და ჩვენ მაქსიმალურად მივდევთ აი ამ რეკომენდაციებს. ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის საკითხებს მოიცავდა ტრენინგი, რომელიც გორში ჩატარდა. ბაგა-ბაღების პერსონალ სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ასწავლეს, თუ როგორ უნდა შეინახონ და დაამუშავონ სურსათი. ტრენინგები მოიცავს გორის თვითონ ქალაქის და გორის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღების პერსონალის მომზადებას, სწავლებას, ინსტრუქტაჟს ჰიგიენის საკითხებზე, რათა მათ უზრუნველყონ თავიანთ ბაღებში უნებელი სურსათის წარმოება და მატერიალიზაცია თავიანთ აღსაზრდელებზე. პროფკავშირების თავმჯდომარე მნათია გაბროშვილმა მოგვიწყო დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ბაღების მართვაში, როგორ მართოთ ბაღი ეკოლოგიურად და დაგვეხმარება ასევე
პროდუქტის სწორად შენახვაში, ჰიგიენას და მოვლას ბაგე-ბაღებისთვის. სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით სკოლებისა და საბავშვო ბაღებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი უკვე განახორციელა. შემოწმდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 15 ბაღი და 8 სკოლა, რომელსაც შეუსაბამობის გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.